ქალბატონებო და ბატონებო, სამი უმძიმესი დღე გადავიარეთ ჩვენმა გადაცემამ და დარწმუნებული ვარ ჩემი გადაცემის გამომწერებმაც, რადგან ყველას გული გვტკიოდა, ყველგან ვიცდიდით, დაჭერილი გახლდათ ჩვენი გადაცემის მთავარი მხარდამჭერი, ყველაზე კარგი მეგობარი საქართველოში ნომერ პირველი განგსტერი და თაღლითი ქალი. მან დატოვა საპატიმრო, როგორც იქნა, მთელი საქართველო დახვდა ნანუკას მიულოცეს მას სვაბოდა და მე მაინტერესებს რამდენი ფული წაართვა პატიმარ ქალებს. იმიტომ რომ თავიდან ხო შევიდოდა ნანუკა რა ციხეში და გამარჯობა, ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში, ვინმეს ხომ არ გაწუხებთ, მე სად დავწვე, არაფერი არ ვიცი აქ, მე ერთი საწყალი ქალი ვარ, ქველმოქმედი და მეორე დღეს გაიღვიძეს ტიპებმა და ნანუკა აქ უკვე კარტს შეხავს და ბიჭო ასე ნანუკა რა გაიღვიძეს ამ საკამერნიკებმა და ნანუკა უკვე ზიის, ნანუკას ღვიძავს და კარტს შეხავს. და თან პირდაპირ არ ეუბნება, ეხა პირდაპირ ყომარს ხო არ დაუძახებს და შეხავს პროსტა კარტს, რომ კაცი კარტს ითამაშებდა. და თან ძალით ეყრება ხელიდან რა, რომ ვითომ აჩეხვაც არ იცის იმდენად გოიმია, რომ ესე აჩვენებს რა, აუ დამეყარა. აუ კიდე გადამეყარა. კარტის თამაში საერთოდ არ ვიცი. ვინმეს გინდათ სამკარტა ბურის თამაში? და ერთი 2 საათი ეჩალიჩება ვიღაც ტიპებს, რომ აუ გაერთობოდა ქალი რა, ეხა სამკარტა ბურათი, რას ვაკეთებთ მაინც რა და ამ საწყალ ქალებს, რომლებიც ალბათ ერთი 10-15 წელია სხედან და გონიათ, რომ ყველაფერი ესმით და ყველანაირი ქალი ნანახი ყავთ, ვიღაცა გადაწყვეტს, რომ კაი, ნანუკა, მოდი ვითამაშოთ ეგ კარტი და ამ დროს ნანუკა ოპა მიდი ჭერი კარტი და თითებს უტოვებს ქვემოდან და რაღაც. მიდი ჭერი და ქვემოთ თითი აქვს დატოვებული, აქედან ნაძრობს, აქ რაღაცა 2 ტუზი ულაგია მუხელზე და არიგებს რა და სამკარტა ბურას ეთამაშება ერთი 10 კარტით. აქ უწყვა მთელი მენიუ, რაც უნდა და თან ვარს რო იძახისო. აუ აქ რა მყავს წაყვანილი? კაი ვარ, ხო. და ამ დროს ტიპს აქედან შეტენილი აქვს კარტები. აი მენა ეგეთი თაღლითი იქნებოდა ციხეში, ალბათ გააუბედურა საწყალი ქალები. და ვიღაც გოგოები რო რეკავენ სახლში, რომ დე, იცი ვისთან ერთად ვზივარ ეხლა? ვისთან შვილო? ნანუკა ჟორჟოლიანთან. ოი, ის საყვარელი გოგო როა, ხალხს რო ეხმარება, ქველმოქმედი როა. რა ქველმოქმედი დე, ბინა გაყიდე, წავაგე ყველაფერი, ყომარში მომიგო. აი მენა ეგეთი ქალი იქნებოდა ნანუკა ციხეში. ჯერ ხო ნანუკამ პირველივე დღეს წერილების გამოგზავნა დაიწყო. სამშაბათი და 4 შაბათი გაატარა ციხეში და სამშაბათს რო შევიდა, უკვე წერილი გამოგზავნა, რომ მეომხნედვა, რომ არავის შეგეშინდეთო, არავინ შედრკეთო, მაგრათი დექითო. ნანუკა 3 საათის წინ წახვედი ციხეში და 40 საათში გარეთ უნდა იყო. აი, ერთ სერიალს ჩავრთავ სოპრანოს კლანს და მაქსიმუმ მეორე სეზონამდე მივალ, როცა შენ უკვე გარეთ იქნები. მაგრამ ნანუკამ მაინც ერთი 3 დღის მანძილზე ერთი 4 წერილი გამოგზავნა, რომ მეო მაგრათ ვარო. ამ დროს თავის შვილი აქედან გვეუბნება გადაცემებიდან, რომ ნანუკა მაგრათ არისო, მოდი მოусმინოთ ერთ. მოვახერხეთ, რომ შევგზავნეთ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს ტანსაცმელი წიგნები, ასე შემდეგ. შევგზავნეთ ტანსაცმელი წიგნები, ნანუკა შევგზავნეს 10 წიგნი, სულ 3 დღით ძის, მაგრამ ერთი 10 წიგნი შევგზავნეს. ნანუკა გამოდის აი ხურჯინებით. კიდან მთელი პეჩენიები გამოაქვს, ტელევიზორები გამოაქვს, წიგნები ერთი 100 ცალი გამოაქვს. დე, მე ხომ მხოლოდ 10 წიგნი შემოგიგზავნე. მოუგე გოიმებს. ერთი წიგნიც არ დაუტოვე. გავასაზიზღრი ყველა. ეხა დავაი დავგაზოთ, ამის ნათესავებს უნდა მოვატანინო დალში წიგნები, რაც წააგეს ყომარში. აი მენა ეგეთი ქალია ნანუკა. როგორც კი გამოვიდა, ეგრევე მივიდა გიორგი თარგამაძესთან. პირველივე დღეს, გამოსვლის პირველივე დღეს.
მე მეგონა ანუ 3 დღე რადგან ციხეში იჯდა წავიდოდა ჯერ რაღაც ეგვიპტეში დაისვენებდა ვიღაცა გოიმების ფულებით რომ არა რუსულ კანონს და ამ ფულს ცოტა არა რუსულ კანონს ცოტა მე ეგვიპტის დასვენება მეთქი რაღაცა ეგეც გაჩნდა მაგრამ არა ნანუკა ეგეთი ქალი არ არის ნანუკა წავიდა ეგრევე საბრძოლველად და მივიდა გიორგი თარგამაძესთან გადაცემაში ასე რომ მოусმინოთ საერთოდ არც ერთ ქალი არ მიმეტება არც ერთ დღიანი პატიმრობისთვის მაგრამ ნუ საერთოდ არც ერთ ქალი არ მიმეტება არც ერთ დღიანი პატიმრობისთვის მაგრამ ნუ იმ აი ეს რა დაჩაგრული კაცია აზე ხართ ესეთი დაჩაგრული კაცი მართლა არ მინახავს ცხოვრებაში ძმა აი გაუმაზავრო ვეგეტარიანელია გაუმაზავრო ალბათ ერთი სამჯერ უღალატეს და სამივეჯერ როგორ შეთანხმდა იცი რომ კარგი ეს ხომ სიყვარულით არ მოხდა გთხოვ შემპირდი რომ ეს შენ რომ სხვასთან სექსი გქონდა ეს სიყვარულით მასთან არ ყოფილა შენ ხომ ჩემთან ბრუნდები სახლში აი ესეთი კაცი შთაბეჭდილებას ტოვებს იმენა რა ცოდო კაცია ოღონდ აი ცოდო როგორ იცი საზიზღარი ცოდო ადამიანი ჯერ ხო ასლან აბაშიძესთან იყო ხო გააჯმევინა მიშამ ასლანას მერე ხო პატრაკაცი შულთან იყო ხო მოკლა მერე ხო იმედში იყო ხო დაუხურა მიშამ იმედი და დღეს ზის და ციხეში მყოფი მიშას ბათინკებს ლოკავს ტიპი რომ ბატონო მიშა როცა გამოხვალთ ხო შემიცოდებ და ცოტა ფულს მაინც ხო მომცემთ არა ესეთი კაცი მართლა იშვიათია იმენა რა ჩემთვის ყველა ქალი აბსოლუტურად წმინდა და არც ერთი ქალი ციხეს არ იმსახურებს მაგდა პაპიძე არ იმსახურებს ციხეს თავის შვილი რო დააჩაქუჩა და თავი გაუბრტყელა 2 წლის ბავშვს თავის ქმარს რო თავი გაუბრტყელა ჩაქუჩეთ არ იმსახურებს ხო კი მაგრამ ის ხომ ქალია ქალი ყოველთვის მართალია მე ვარ გიორგი თარგამაძე მე თავზე დაჯმას ავიღებ გაი ნუ მოკლედ ნანუკა მოვიდა ეგრევე თარგამაძის გადაცემაში მნიშვნელოვანი რომ მოქალაქეებმა საქართველოს შემოლამაზო როგორი გამოწყეპილი ხარ ნანუკა მე მეგონა რაღაცა იმით ბრეტელებიანი მაიკით მოვიდოდა შემოტრიალდებოდა მაიკას გაიხდი და უკან რაღაც გუმბათები ეხატებოდა აქ რაღაცა ისინი ობობის ქსელები აქ აიწევდა ხარზე აქ მამა ეწერებოდა ციხეში როგორ იცნობენ იცი თაღლით ნანუკას ეძახიან ნანუკა ხო გამოვიდა ციხიდან სახლში ხო მივიდა და დახვდნენ იქ რაღაცა ნუ მყوارებლები რა ოჯახის წევრები ნაცავები რა ვიცი მეგობრები ახლობლები მოკლედ შვილი შეყვარებული ნებისმიერი კარგი ადამიანები მისთვის და ნანუკა გილოცავ დაბრუნება სახლში მოკლედ აი ეს საჭმელები მოგიმზადეთ ალბათ 3 დღე მშიერი იქნებოდი აი ნახე კიდე ყავა გიყიდეთ რომელიც შენ ძალიან გიყვარს აი ყოველ დღე რო იძახებ ხოლმე ის ყავა მოგიტანე და ამიტომ ნანუკა შემოდი სახლში და ეს რა არის ბიჭო რა არის მოკალატე მოკა ჩიტო არა ჯეკი ჩანი იობანივროთ ეს რა არის ბიჭო რა დამახვედრეთო დავაი ნახვე აქედა ჩიფერი გამიკეთე ერთი აიგე ამ დროს თავის შვილი დე რა გჭირს რანაირი სიტყვებით საუბრობ არ მესმის რა დაგემართა შვილო მარიამ ჩიფერი გამიკეთეთ ქოდა ერთი ბალანდა მოხარ შეუძებ თორე ამაღამ პარაშასთან დაიძინებ გამიგე დე პარაშა რა არის საერთოდ რაზე საუბრობ არ მესმის არაფერი კაი არ გესმის რაც არ გესმის ის არ მოგეთხოვება всё ბაზარი არა კაი მოდი ჩამერტყი ხელი კაი ჩამერტყი ხელი მოდი აქ პატარა მაიმუნო კაი სად ვიძინებ ხა დაღლილი ვარ დე შენ ოთახში რა ვიცი სადაც გეძინა ხოლმე 50 წელი შენ ოთახში დაიძინე
ამ დროს შედის ნანუკა თავის ოთახში და ხვდება ნუ ლამაზად გასწორებული სუფთა ლოგინი, სადაც ეძინა ხოლმე. ეს რა არის, ბიჭო? ეს ხელს აჭერს, მატრას. ეს რა რბილი მატრასია, და ამ დროს აგდებს მატრას. მე შკონკაზე ვარ მიჩვეული ძილს. რბილ მატრასებს მახვედრებთ აქ. რბილ მატრასებზე იცი ვის ვაძინებდი? ქათმებს. ქათამი ხარ შენ? დე რა ქათამი? შენი შვილი ვარ. დე რანაირად საუბრობ, რა და გემართა? რა იყო ფრაეროკ, რამე არ მოგეწონა? Кто сказал конец? Если жив малец, только в клетке он, арестант юнец. შვილო მისმინე წადი დედა შენთან ახლა და უთხრა რომ მამა გამოვიდა თქო და სახშია თქო და მე მოგხედავ დღეიდან დე შენ ხარ დედა ჩემი დღეს ძალიან ბევრს ლიკინებ და პარაშასთან დაიძინებ შენ აი მისკებს კიდე გარეცხავ გამიგე აი ნანუკა როგორ ნერვიულობდა ალბათ იმ ტიპებზე ეხა ეს ილიაუნის კომანდა რო გამოვიდა რა რომ ჩვენ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ და ბავშვები უნდა გადავარჩინოთ და ფული შევაგროვოთ და ფულს რო აგროვებენ და ამ დროს ნანუკა ციხი დამყურებს ამ ყველაფერს რომ ვიღაცა თავის ბიზნესში იჭრება იმიტომ რომ ეს ხო ნანუკას მაფიაა რა ფულების შეგროვება და აი ალბათ როგორ გიждდებოდა რომ ბიჭო მართლა ბავშვებს არ დაეხმარო თელი ფული ბავშვებს არ მისცეთ ბიჭო ნახევარი წილი მანდედან ჩემია კარგი გადავიდეთ მოკლედ დონაციებზე დიდი მადლობა ყველას ვინც თუნდაც 1 ლარს რიცხავთ 1 ლარი ჩარიცხვა ავკრძალე ასე რომ ვინც მინიმუმ 5 ლარს რიცხავთ დიდი მადლობა მეგობრებო ვაფასებ ძალიან პირველი ლევან ნორაკიძე მიშა მაგარი კაცი ხარ ერაყი კითხვა მაქვს ერაყმა დაანგრია Twin Tower-ები. ერთი კითხვა მაქვს, რატომ აღარ არეაქტებ სართულს? სართულს, იმიტომ აღარ ვარეაქტებ, რომ ვეღარ იკაჩებიან, იმიტომ რომ თუ ვინმეს გეგონათ რომ სართული მართლა რაღაცა იკაჩება და ბიჭო, ეს ახალგაზრდები მოდიან ახლა მთავრობაში და რამე არა მეგობრებო, წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მუშაობს ინტერნეტი, როგორ მუშაობს TikTok-ი, რადგან ერთხელ გავარდნენ, ყოველ ვიდეოს აგდებდა TikTok-ი, რადგან TikTok-ს ფეხებზე კიდია ვის ვიდეოს გააგდებს. უბრალოდ ხალხი თუ უყურებს, ბუმ, TikTok-ი გეხმარება და TikTok-ი კაჩავს, მაგრამ ბოლომდე TikTok-ი ვერ გაკაჩავს. ასე რომ ესე რო ავიდნენ, ეხა ჩამოვიდნენ. ალბათ რა თვენახევარია სართულის ვიდეო არ ამოუგდია ჩემთვის, იმიტომ რომ ვეღარ ხმაურობენ, ვეღარაფერს აკეთებენ, მაგიტომაც არ ვარეაქტებ, თორე სართულს ჯერ აკლია, ალბათ ერთი 10-15 წელი იმისთვის რომ ხალხმა რეალურად აღიქواس, იმიტომ რომ სართულს არავინ იცნობს და ის რომ 10,000 კი მაგრამ TikTok-ზე 10,000 ლაიქებს აგროვებენ. ყველას კიდია მეგობრებო. აბსოლუტურად ყველას კიდია თქვენ TikTok-ის 10,000 ლაიქები. ეხლა რომ მართლა არჩევნებში გამოვიდეს ვადო და მაგის პარტია ერთი 5 ხმას დააგროვებენ ძმაო კამფეტივით. ხო და ასე რომ ეხლა რა ვიცი რატომ აღარ არეაქტებ? ვეღარ ხმაურობენ და მაგიტომ როცა იხმაურებენ, როცა TikTok-ზე ამომიგდებს თავისით, როცა ხალხისგან ხმაურს გამოიწოვენ, მაშინ დავარეაქტებ, თორე ეხა არ მკიდია, რა უყო. შემდეგი. თამადა, ონლაინ ფულის შოუნაზე რას ფიქრობ? ხო არის საქმეები, ტრეიდინგიო, e-commerce-იო, კრიპტოო, რას ფიქრობ? რას ფიქრობ? ტრეიდინგი და კრიპტო ერთი კატეგორიაა, e-commerce მეორე კატეგორიაა. ტრეიდინგი და კრიპტო არის ჩვეულებრივი ტოტალიზატორი. რომელშიც ან გაგიმართლებს, ან არ გაგიმართლებს და სტატისტიკის მიხედვით ერთი 85%-ს არ უმართლებს. შენ თუ ვინმესგან იძახი, რომ აი ჩემმა ძმაკაცმა ძმაო ლამბორგინი იყიდა იმითი კრიპტოთი და ტრეიდინგით, კი ბატონო იყიდა, ეგრე არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სლოტებზე ხელისრწყმითაც იყიდეს ლამბორგინი და G-კლასები და Rolls-Royce-ები და ასე შემდეგ. იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და უნდა მიხვიდე და სერიოზულად ითამაშო, არა?
არა, ხო და იგივეა რა. როგორც ვიღაცამ სლოტებს დაარტყა და 2 მილიონი მოიგო, იგივენაირია კრიპტო, რომ ვიღაცამ დაარტყა, იყიდა 2012 წელს ან 2010 წელს და შემდეგ გაანაღდა რამოდენიმე მილიონი. всё. აქ არაფერი ცოდნასთან არ არის კავშირში. ხო და ნუ დაუჯერებ ვინმეს, თუ ვინმე გეტყვის, რომ აი მე ძმაო ლამბორგინი მყავს და მოდი მე კურსებს მოგყიდი. არა, ვერ მოგყიდის კურსებს, რადგან მან აღარ იცის. ერთხელ გაუმართლა, всё. და რაც შეეხება e-commerce-ს. E-commerce-ში ალბათ იგულისხმება ინტერნეტში რაღაცების ყიდვა-გაყიდვა, ხო? ეს რა თქმა უნდა ყოველთვის მუშაობს, ყოველთვის იზრდება, ყოველთვის წინ მიდის და ყველამ რა თქმა უნდა საკუთარი სერვისები უნდა გაყიდოთ ინტერნეტით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ვიღაც პროგრამისტი ხართ, საიტებს აწყობთ, კოდებს წერთ თუ სანტექნიკი ხართ, რომლებიც იმას კანალიზაციას წმენდნენ. ყველას გჭირდებათ ინტერნეტი. აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ თუნდაც სანტექნიკობა ავიღოთ, აი ორი ადამიანია, რომლებიც კანალიზაციას კარგად წმენდნენ. ერთი ადამიანი დგას ელიავაზე, ესე კარტონზე უწერია, რომ წმენდ კანალიზაციებს და მეორე ადამიანია, რომელიც TikTok-ზე დებს ვიდეოებს, გაჩვენებთ, რომ აი პირველი აი შეხედეთ, როგორი გაჭედილი იყო ეს მილები და მე გაჩვენებთ შედეგს, რომ აი ესე გავწმინდე. ბუმ, თუ იმის გჭირდებათ სანტექნიკი, დამირეკეთ ამ და ამ ნომერზე. ვის უფრო დაუჯერებ, ვის უფრო გამოიძახებ, ვის უფრო მეტი შეკვეთა ექნება. რა თქმა უნდა მეორეს, ხო, რომელიც TikTok-საც იყენებს, Facebook-საც იყენებს, Google-საც იყენებს და ასე რომ e-commerce ხო, ნუ თუ მაგას გულისხმობთ, აუცილებლად ყველამ უნდა გამოიყენოს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ინტერნეტში მუშაობთ თუ კაფელში კი ხართ თუ ხადავი კი ხართ თუ რა ვიცი მიწის მთხრელი ხართ. ყველამ უნდა გამოიყენოს აბსოლუტურად ინტერნეტი. ვინც არ გამოიყენებთ და ვინც იფიქრებთ რომ მე ძმაო ეგ გამაკლია, ხა TikTok-ზე დავრეგისტრირდი, აბა აბა ხა ბავშვებთან იმას ვქნა, აბა გაუტოლდე ბავშვებ. კი ბატონო, ნუ გაუტოლდები. ნუ რა ვის იჯექი ძმაო ელიავაზე და მანქანა რომ მოგადგება ხოლმე და ზურაბიძია რო გეტყვის რომ ეს კარგია და 6-7 სტიკერებს რო გაჩუქებს და გეღადავება 60 წლის კაცი თვითონ და აი რო გეკაიფებათ რომ ეს სტიკერი გამომართვია, ეს კარგია. რას აკეთებ შენ რა? კაფელს აგებ, კაფელი კარგია. აი რჩევები მეზარება, რადგან ყველამ ხო ვიცით რომ ტყუილად უნდა ვისაუბრო, არა? მაინც არავინ არ დამიჯერებთ არაფერს, მაინც ყველა თქვენ იმას მიაწვევით, ასე რომ მივხედოთ ჩვენ გართობას. ეს გართობა კარგია. წავედით, დავიშალეთ.